უკრაინელების მომავალი საფრთხის წინაშეა, მაგრამ ეს ჩვენი მომავალიც არის. ცუდმა მოლაპარაკებებმა შეიძლება რუსეთს მეტი აგრესიისკენ უბიძგოს. ეს კიდევ უფრო მეტი არასტაბილურობისა და დაუცველობის საწინდარი იქნება. ამის ნაცვლად სამართლიანმა და მდგრადმა მშვიდობამ შეიძლება უკრაინისთვის კეთილდღეობის ახალი ერა მოიტანოს და დაგვეხმაროს ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნაში. სწორედ ამ გზაგასაყარზე ვიმყოფებით და ამაში ევროპას დიდი წვლილი აქვს. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გავაძლიეროთ უკრაინის პოზიცია. ყველამ ვიხილეთ თუ როგორ აწარმოებს რუსეთი მოლაპარაკებებს, ბომბავენ, აშინებენ და დანაპირებს არასრულებენ. პუტინი ცდილობს უკრაინას თავს მოახვიოს მიუღებელი პირობები. ამიტომ ჩვენი ამოცანაა დავეხმაროთ უკრაინას, რომ მტკიცედ იდგეს, გაუძლოს პუტინის შანტაჟს და მონაწილეობა მიიღოს მშვიდობის მოლაპარაკებებში საკუთარ პირობებზე დაყრდნობით. ჩვენ გვჭირდება საბოლოო ძალისხმევა, რათა რუსულ წიაღისეულ საწოლზე დამოკიდებულება ეტაპობრივად დავასრულოთ. ჩვენ ვიმუშავებთ იმაზე, რომ არაუგვიანეს 2027 წლის ბოლომდე რუსული გაზის, როგორც მილსადენით, ასევე თხევადი ბუნებრივი აირის ყველა დარჩენილი იმპორტი აიკრძალოს. ასე რომ სრული სიცხადისთვის რუსული წიაღისეულის საწოლის ეპოქა ევროპაში სრულდება.